საჯარო განხილვები ჩატარდა დღეს ტყის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები ითვალისწინებს შემდგომ ფაზას ტყის რეფორმის, რომელსაც სახელმწიფოს ეგიდით ჩვენ ვახორციელებთ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ჩართულია ტყის ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო და ბუნებრივია ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რომელიც დაინტერესებულია ამ სეგმენტით. რას ითვალისწინებს ახლა ეს ცვლილებები და რას ემსახურება? ეს არის ღონისძიების მთელი კომპლექსი, რომელიც ემსახურება ერთი მხრივ ტყის რესურსის და ტყის მასივების დაცულობას. ეს დაცულობა უნდა გაიზარდოს ახალი ტექნიკური აღჭურვილობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეორე მხრივ პერსონალის უფრო მეტად კვალიფიციური დონით, რაოდენობის გაზრდით მე ვგულისხმობ მეტყევებს და ტყის ცველებს, იმისაც რომ მათ შეძლონ სტანდარტული მოცულობების, სტანდარტული ფართის ტყის მასივების ფიზიკური დაცვაც და ასევე მოვლა, სანიტარული მოვლა და აღდგენითი ღონისძიების გატარება ტყეში. ასევე მნიშვნელოვანი არის კომერციული სექტორის ჩართულობა ამ პროცესში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მათი ხარჯები და მათი საქმიანობის, ლეგალური საქმიანობის განჭურვალება და კონტროლი იქნეს გაძლიერებული და მეორე მხრივ ხარჯები იქნეს შემცირებული იმ რაციონალურ დონემდე, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ ბაზარზე საბაზრო ფასი ჩამოყალიბდეს და კონკურენტული გარემო იმისაც, რომ ტყის რესურსი, რომელიც გამოსტანილია სამეურნეო საქმიანობისთვის, ხელმისაწვდომი იქნეს მეწარმეობისთვის. საქართველოს ტყეების მომავალი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმა. სამინისტროს დამატებით აქვს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ტყეების დაცვის პროცესს ჩვენ ქვეყანაში და სწორედ ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ჩვენ შესაძლებლობა გქონდა, რომ განგვეხილა ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში მიმდინარე წლის პირველ სამუშაო შეხვედრაზე და ვფიქრობთ, რომ სატყეო სექტორის რეფორმისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება განხორციელებული მიმდინარე წლის გაზაფხულზე. შევძლებთ, რომ გქონდეს ერთის მხრივ უკეთესად დაცული ტყე, მეორეს მხრივ ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ტყის აღდგენა და ამ პროცესში გქონდეს მაღალი ჩართულობა დაინტერესებული მხარეების.